გათავისუფლდით დამოკიდებულებისგან და არავინ არ საუბრობს, რომ არსებობს ჯანსაღი და მანკიერი ფორმა დამოკიდებულების. შედ გამიგია, რომ ყოფილი ნარკომანი არ არსებობს. იმ პერიოდში გოგოებს ბიჭები არც მოსწონდათ, თუ არ მოიხმარდნენ. ადამიანები ჩვენ ცხოვრობთ ფანტაზიებში, წარმოდგენებში, ილუზიებში. რა შეიძლება პირველი ნაბიჯები გააკეთოს შობილმა? პარტული ეს არის არჩევანი, ეს არის ილუზიის ტყვეობა. მოზარდობის ასაკი არის, რასაც ჯერ აკეთებენ და მერე ფიქრობენ და ქალებს უფრო მეტად აქვს. აი, მე გადავარჩენ. დამოკიდებულებასთან ერთად ავტომატურად ყალიბდება თანადამოკიდებულება. კრძალვა შიში არასოდეს არ ქმნის ჯანსაღ ფონს პირიქით. გამარჯობა, თქვენ უყურებთ პოდკასტ ურთიერთობებზე. მე ლიკა ვარ. რამდენიმე დღის წინ იყო ნარკომანის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ნარკოდამოკიდებულებას და ზოგადად დამოკიდებულებაზე გვესაუბრა. ჩვენი სტუმარი არის მაია მინაშვილი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოანალიტიკოსი. მაიკო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენი სტუმარი, დაგვითმედრო და ესეც მგონია, რომ მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ. რა არის ზოგადად დამოკიდებულება და რა ტიპის დამოკიდებულებები არსებობს? მოდი სულ თავიდან დავიწყოთ. გამარჯობა ლიკა, მივესალმები შენს მაყურებლებს. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად ძალიან აქტუალური თემაა და შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემაც კი. დამოკიდებულებას ხშირად ადამიანები განსაზღვრავენ როგორც უნებისყოფო ქცევას. თითქოს ადამიანებს უბრალოდ არ შეუძლიათ რაღაც ქცევის მართვა. რეალურად დამოკიდებულება განიხილება როგორც კოგნიტურ-აფექტური და ქცევითი წინასწარი განწყობა, მზაობა კონკრეტული ქმედების განსახორციელებლად და რომ განვიხილოთ სამივე სფერო. ემოციურ-აფექტური სფერო გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ემოციურად წინასწარ განწყობით არის, სანამ ქცევას განახორციელებს და მაგალითისთვის რო ავიღოთ, მე თუ მიყვარს ველოსიპედი, როცა წარმოვიდგე რომ ველოსიპედით უნდა გავისეირნო ან დავგეგმავ ამ ქცევას, მე უკვე ძალიან დიდი სიამოვნება მაქვს. რაც შეეხება ქცევით მდგომარეობას, ამ შემთხვევაში ადამიანის დამოკიდებულება ესე განისაზღვრება, რომ მე შემიძლია როგორც კი თავისუფალი დრო მაქვს ველოსიპედით ვისეირნო და შესაბამისად თან სიამოვნებაც მივიღო და კოგნიტური მდგომარეობა იმისაც რომ გავამართლო ჩემი ქცევა გულისხმობს იმას, რომ ველოსიპედით სეირნობა მაგალითად არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე, აუცილებელია, რომ ეს სამივე კომპონენტი იყოს წინასწარ განსაზღვრული. ასევე ძალიან მინდა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ხშირად გვსმენია ესეთი ტექსტი. გათავისუფლდით დამოკიდებულებისგან და არავინ არ საუბრობს, რომ არსებობს ჯანსაღი და მანკიერი ფორმა დამოკიდებულების. და მაშინ სანამ არა მანკიერზე გადავალთ, რა არის მანკიერი ფორმა დამოკიდებულების? რა მანკიერი თუ რა არის ჯანსაღი? რა არის ჯანსაღი? მაგალითად, ჩვენ როდესაც გვიყვარს, როცა გიყვარს შენი პოდკასტების ჩაწერა, ელოდები და სიამოვნებას განიჭებს, ეს არის ჯანსაღი ფორმა, იმიტომ რომ წინასწარ განწყობა გაქვს და როცა აქ მოდიხარ, რაც არ უნდა დაღლილი იყო, უკვე სიამოვნებას გვრის ეს პროცესი, ხო? როდესაც მაგალითად მეგობრების მიმართ გაქვს მონატრების განცდა, ემოციური დამოკიდებულება გაქვს მათ მიმართ და ამიტომ სიამოვნებას განიჭებს. მანკიერი ფორმა დამოკიდებულების ხდება მას შემდეგ, როდესაც ეს ქცევა ან კონკრეტული ობიექტი ჩვენზე ბატონდება და მის გარეშე ჩვენი თავი აღარ წარმოგვიდგენია და ვეღარ ფუნქციონირებთ. ამიტომ დამოკიდებულება ხშირად განიხილება ხოლმე თითქოს რომ მხოლოდ მანკიერი ფორმაა, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ჯანსაღი დამოკიდებულება იმისათვის, რომ ვიურთიერთოთ ადამიანებთან და გქონდეს სასიამოვნო ემოციები, მოგონებები, განწყობები და ეს გვეხმარება სასიამოვნოდ დროის გატარებას და არა მხოლოდ, რა თქმა უნდა. არა მანკიერს ვისაუბრეთ და მანკიერ დამოკიდებულებაზეც რა ვისაუბროთ, რომელი უფრო მეტად არის გავრცელებული საქართველოში, მაგალითად გეიმინგი, ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლ დამოკიდებულება და ალბათ ბევრი კიდე სხვა შეიძლება ჩამოთვალოთ. აი საქართველოში მე ვიცი რომ თითქმის 10 წლიანი მუშაობის გამოცდილება გაქვს დამოკიდებულ ადამიანებთან და აი რას გამოყოფთ? ყველაზე დიდ პრობლემას, რომელ დამოკიდებულებას გამოყოფთ? მანკიერ დამოკიდებულებას. ხო, იცი როგორ არის ლიკა ძალიან ისეთი ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე და ფსიქოაქტიურ ნივთიერებაში შედის როგორც ნარკოტიკისი, ალკოჰოლი და მათ შორის კანაბისი ეგრეთ წოდებული მარიხუანა, თუმცა არ ჩამოუვარდება არაფრით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, ასევე გეიმინგიც არაფრით არ ჩამოუვარდება.
ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ანკერი ფორმაა დამოკიდებულების შოპაჰოლიკები როცა არიან და შოპინგზე არიან დამოკიდებული და მაგალითად არსებობენ ადამიანები, როდესაც იწყებენ ნერვიულობას, ვერ მშვიდდებიან, თუ არ წავლენ და რაიმე ნივთს ახალს არ შეიძენენ, არა იმიტომ რომ ეს მათთვის საჭირო ნივთი, არამედ იმიტომ რომ მიიღონ დაკმაყოფილება, დაიმშვიდონ, გამშვიდების წყაროდ შეიძლება ეს ქცევა განხორციელდეს. რომ დავუბრუნდეთ ახლა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას. ნომერ პირველი მაინც ეს არის? დიახ. დიახ, ძალიან ესეთი რთული მდგომარეობა გვაქვს საქართველოში, მოზარდებთანაც ძალიან ხშირია ხოლმე ეს სავალალო შედეგები. განსაკუთრებით ხელს უწყობს შავი ბაზარი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ოფიციალურად არ არსებობს ამისი წარმოების გარხნები და შესაბამისად ოფიციალურად არსად არ იყიდება. ამიტომ რისკ ფაქტორებიც ძალიან მაღალია, ხელმისაწვდომობაც გაიზარდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ბოლო პერიოდში უფრო გაიზარდა ხელმისაწვდომობა და მოხმარება. ზუსტად გაიზარდა ხელმისაწვდომობა, იმიტომ რომ ყველაფერი გადავიდა ონლაინ გაყიდვებზე და მათ შორის ნარკოტიკის ხელმისაწვდომობაც გაიზარდა, იმიტომ რომ თუ აქამდე კონკრეტულ ფიზიკურ პირთან უნდა მისულიყო ადამიანი, იმიტომ რომ ნივთიერება შეეძინა და შესაბამისად შეიძლებოდა ხელი არ მიუწვდებოდა არასრულწლოვანს, დღეს მაგალითად მარტივად შევა რომელიმე სოციალურ ქსელში, არ დავასახელებ რა თქმა უნდა, შეიძენს, გადარიცხავს ფულს და მას შეუძლია რომ კონკრეტულ მითითებულ ადგილას შენახული ნივთიერება აიღოს და მოიხმაროს. ამიტომ შესაბამისად გაიზარდა სიკვდილიანობაც და ზედოზირების ფაქტებიც, რაც სავალალოა ჩვენი ქვეყნისთვის. ადრე უფრო მეტად იყო ის, რომ მოხმარება თუნდაც მარიხუანის ან ნივთიერებების კიან გამომდინარე, რომ არ ქონდათ ან გართობის საშუალება. რაღაც ბევრი რაღაცა იყო სხვანაირად, თუნდაც 90-იან წლებში, რო ვთქვათ. ახლა რაღაც მომენტში ახსენე, რომ თუნდაც შოპინგზე მიდიან, იმიტომ რომ რაღაცა ტკივილი დაფარონ, ან არ ვიცი, რაღაც სხვა განცდა გადაფარონ. შენი გამოცდილებით ახლა როგორ არის? რაიმე ტკივილს ფარავენ დამოკიდებულებით? თუ ისევ, ან რა სიტუაცია, რატომ ხდებიან ადამიანები დამოკიდებულები? ნახე, ეს არის ძალიან კომპლექსური პრობლემა და არ არის ეს ერთ წრფეზე დანახული პრობლემა. ძირითადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეიძლება ეს იყოს სოციალური გენეტიკა, ამაში მოიაზრება ოჯახის წევრების ან მიკროსოციუმის ადამიანები, ვისაც ჰქონდა გამოცდილების მოხმარების გამოცდილება და შესაბამისად უკვე ხედავდნენ ბავშვები და მოხდა ამ ქცევის რომანტიზაცია, იდენტიფიკაცია. მეორე ეს არის უკვე მაკროსოციუმში 90-იანები ახსენე და მაშინ ძალიან რომანტიზებული იყო მოხმარება და ხშირ შემთხვევაში ჩემ პაციენტებს ვთქვამთ ხოლმე, რომ იმ პერიოდში გოგოებს ბიჭები არც მოსწონდათ თუ არ მოიხმარდნენ და ამიტომ ერთ-ერთი მოწონების ფაქტორი ეს იყო, რომ უნდა ყოფილიყო მომხმარებელი, იმიტომ რომ უფრო თამამი იყო, უფრო რაღაც საუბრობდა, თავდაჯერებული იყო და შესაბამისად ესე ძალიან დიდი სიამოვნებას აძლევდა. არის მოსწონთ გოგოებს ესეთი ბიჭები? ეხლა აღარ არის ეს ძალიან კარგი ფაქტია, რომ ასე აღარ არის და თვითონ უკვე მომხმარებლებიც აღიარებენ, რომ ეს არ არის სწორი მიდგომა, თუმცა მაინც ვერ თმობენ იმ ილუზიას. ნახეთ, ადამიანები ჩვენ ცხოვრობთ, გვინდა თუ არ გვინდა ჩვენს ფანტაზიებში, წარმოდგენებში, ილუზიებში, რომ ვიყოთ საუკეთესოები, შევძლოთ, ყოვლისშემძლეობის განცდა ყველას ვხიბლავს ხოლმე და ნარკოტიკი რიგ შემთხვევაში ქმნის ამ ილუზიას, რომ მას შეუძლია მას აქვს ძალიან დიდი ენერგია, დაუღალავია, თავისუფლად შეუძლია საუბარი, თამამად ლაპარაკობს, უფრო თავდაჯერებულია. და რიგ შემთხვევაში ეს არის ის ფაქტორები, რის გამოც უარს ვეღარ ამბობენ მერე ნარკოტიკზე და რა თქმა უნდა, მერე უკვე ყალიბდება ფიზიკური დამოკიდებულებაც, იმიტომ რომ ჩვენ განვიხილეთ ახლა დამოკიდებულება როგორ ყალიბდება და როდესაც ემოციური ბმა ხდება, მერე ხდება ქცევითი დამოკიდებულება, ქცევის გამეორების სურვილი ხდება, იმიტომ რომ სასიამოვნოა და მე რაც მსიამოვნებს იმის ხშირად გამეორების სურვილი მიჩნდება, იმიტომ რომ ტვინმა ჩათვალა, რომ სასიამოვნოა, მაგრამ არ დავზიანდი და აქ შემოვიდა პირველი ილუზია და მერე უკვე შემოდის რა ქცევითი დამოკიდებულების ფონზე, შემოდის ფიზიკური დამოკიდებულება, ეგრეთ წოდებული აღკვეთა, რასაც ადამიანები ეძახიან ლომკას და მეორადი დამოკიდებულება ყალიბდება, ის ამბობს, რომ არის უკვე ავად, უნდა იწამლოს, ნარკოტიკი ფუნქციასაც იცვლის და წამალი ხდება და შესაბამისად სრული იდენტიფიკაცია ხდება და ვეღარ ფუნქციონირებს ნარკოტიკის გარეშე. იქამდე სანამ არ აღმოჩნდება ჩიხში და ხდება, რომ უკვე ნარკოტიკიც აღარ იხმარება არაფერში და საჭიროებს აქედან თავის დაღწევას და მაგ დროს ზუსტად მოგმართავენ ჩვენ, რომ გაიარონ მკურნალობის კურსი და
დამოკიდებულება დაუბრუნდნენ ცხოვრება. განკურნებადია, ხშირად გამიგია, რომ ყოფილი ნარკომანი არ არსებობს. ეს ძალიან- მითია თუ რეალობა? ძალიან საკამათო თემაა. მან როგორი რაღაცა, იცი, დამოკიდებულება არის ქრონიკული ხასიათის დაავადება. ოღონდ ქრონიკული ხასიათის დაავადება არ არის ფიზიკური კომპონენტით, არის ფსიქოაფექტური კომპონენტით. რადგან სიამოვნებას ჩვენ ვერასოდეს ვერ ვივიწყებთ, ხო? იმიტომ რომ მეხსიერებას არ აქვს ის უნარი, რომ აბსოლუტურად წაშალოს ყველა ინფორმაცია, გადადის პასიურ მეხსიერებაში და ამიტომ რისკი რომ შეიძლება რამე გახდეს მაპროვოცირებელი, მატრიგერებელი და ის სიამოვნება გამახსენოს და გამიჩნდეს სურვილი არის. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ შეუძლია იფუნქციონიროს და იცხოვროს ფხიზლად. ამაზე მე ყოველთვის ესეთი პასუხი მაქვს ხოლმე, როდესაც მეკითხებია, რომ მაგალითად, როცა ადამიანი 15 და 20 წელი ფხიზელია, ანუ ეს როგორ ფიქრობთ, არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ ის ჯანმრთელად ცხოვრობს, ფუნქციურია, ადაპტურია, ურთიერთობს, მუშაობს, ოჯახი ყავს, მეგობრებთან დადის და აბსოლუტურად ყველა რგოლი აქვს დაკმაყოფილებული, ხო? ჩვენ ხო ვიცით, რომ სამი რგოლი უნდა იყოს დაკმაყოფილებული ადამიანმა, რომ თავი კმაყოფილად იგრძნოს, ეს არის ოჯახი, განვითარება, ანუ პროფესია და სოციალური გარემო, მეგობრები და თუ სამივე რგოლს აკმაყოფილებს და წარმატებულია და თანაც ფხიზლად ახერხებს ამას, რატო არ უნდა ვთქვათ ჩვენ, რომ მან დააღწია თავი დამოკიდებულებას, ხო? სტატისტიკურად ამბობენ, რომ ქრონიკულ დაავადებებს ახასიათებთ რეციდივი და სწორად ამიტომ არის ხოლმე ხშირად, რომ რადგან მორეციდივე დაავადება, ხშირად უკან ბრუნდებიანი მეტგაცრუების, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, უნებისყოფობის ან არასწორი ნაბიჯების გამო. დამოკიდებულება უფრო მეტად ეს არის არჩევანი თუ რაღაცა შემთხვევის მერე დაავადება? იცი რა, რო იცოდნენ რომ დამოკიდებულები გახდებიან არავინ არ ერჩევს, იმიტომ რომ მე არ მეგულება ამდენი ხნის მანძილზე პაციენტი და მე დღეში მინიმუმ 5-6 ადამიანს ხვდები და რიგ შემთხვევაში 10-საც შევხვედრი ვარ, რომ ეთქვათ, რომ მე რომ ცოდნოდა რომ ფიზიკური დამოკიდებულება მექნებოდა, აუცილებლად ავირჩევდი, ამიტომ არ ვთვლი, ეს არის არჩევანი, ეს არის ილუზიის ტყვეობა, იმიტომ რომ მას იმდენად მოწონს ის სიამოვნება, რომ იმ მომენტში მზად არის მიიღოს ეს მოცემულობა და დათმოს ის განცდა, რომ შეიძლება მასაც იგივე დაემართოს. უფრო მეტად ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანები მოდიან თუ აი შოპაჰოლიკი ახსენე და ხო, არა, ეხლა ჩვენ ნარკოლოგიურ კლინიკაში შოპაჰოლიკი არ მოვა, მაგრამ თერაპიის პროცესში მქონია შემთხვევები, როდესაც მოსულა. ანუ აღიარება თუ ხდება საქართველოში და გააზრება, აი ეს იყო უფრო ერთი შემთხვევა მქონია მთელი ჩემი, ანუ პრაქტიკოს ფსიქოლოგად. რატომ აი მუშაობ 15 წელზე მეტია და მქონია ერთი შემთხვევა. ნაკლებია თუ უბრალოდ გააზრება არის? გააზრების მე ვფიქრობ, რომ გააზრების საკითხია, იმიტომ რომ ადამიანები ერთი, მეორე ყოველთვის ამბობენ, რომ მე არ მაქვს იმდენი ფული და შესაძლებლობა, რომ შოპაჰოლიკობა დამეწყოს და შესაბამისად, მაგრამ ამას არ ჭირდება ფული და შესაძლებლობა ალბათ, ხო? რა თქმა უნდა, რამდენი ადამიანი იცი გარშემო, ვინც მაგალითად შევა და წვრილმანებში იყიდის 50 თეთრიანი ნივთს, რომელიც საერთოდ არაფერში არ ჭირდება, მაგრამ იყიდის და ამით სიამოვნებას იღებს. მაგალითად, ყიდულობს 3 სტეპლერს სხვადასხვა ფერს, ამ ფერად ქაღალდებს, ხო, რომელიც იმ მომენტში მისთვის ფუნქციური არ არის, არ სჭირდება, მაგრამ სიამოვნებას იღებს. ამიტომ აქ მატერიალურზე არ არის საუბარი, ქცევის განხორციელებაზე და ემოციის დაკმაყოფილებაზეა. როგორც არის ასევე კვებითი დამოკიდებულება რეალური პრობლემა. რა მაინტერესებდა, მქონია შემთხვევა, რომ აი მეგობრებს მაგალითად თქვამთ, რომ ცოცხალსიძე ვიყავი და წავედი საშოპინგოდ. თუ ეს არ არის ძალიან ხშირი და ხდება არც ხშირად, შეიძლება რომ ეს ადამიანი დამოკიდებულად ჩავთვალოთ თუ პრობლემად მან კი ერთ ფორმა არ ექნება. ანუ ეს პრობლემა თუ ის არ ბატონდება მის ცხოვრებაზე და ფუნქციონირებაში არ უშლის ხელს, არა, ემოციური ბმა აქვს, სიამოვნებას იღებს ამით, კი ბატონო, მაგრამ ნუ მასე ნახეთ ფსიქოაქტიური ნივთიერებიდან არსებობს ერთ-ერთი ნივთიერება ალკოჰოლი, მაგალითად შეიძლება შენც მეც საღამოს მეგობრებთან ერთად თითო ჭიქად დავლიოთ და ჩავთვალოთ, რომ სიამოვნებას ვიღებთ, მაგრამ არც ერთი არ ვარ დამოკიდებული, ხო? შეიძლება მთელი წელი ისე გავიდეს, რომ საერთოდ არც გაგვიჩნდეს სურვილი. ამიტომ კი შეიძლება რომ მე მქონდეს სიამოვნების მიღება ნივთის შეძენით, თუ მე ეს აკვიატებად არ გადამექცა და ყოველ ჩემს გაღიზიანებაზე არ გავიქეცი და რაიმე არ შევიძინე. უფრო მეტად მგონია რატომღაც რომ ესე არის გავრცელებული, რომ მამაკაცები უფრო მეტად არიან დამოკიდებული ნივთიერებაზეც და ეს არის სტერეოტიპული მიდგომა, თუ მოდიან კლინიკაში თუნდაც ქალები. ძალიან ბევრი, ეს არის სტერეოტიპული მიდგომა ერთი და მეორე არ ჩანს ეს ხალხი ესე და მამაკაცები უფრო ღიად ჩნდებიან ხოლმე ქუჩაში და ქალები უფრო ნაკლებად. თუმცა ეხლა უკვე ეგ
დაუშვათ ბარიერიც გადაილახა და უკვე მე პირადად ძალიან ბევრი შემოხვედრია ქუჩაში უბრალოდ ესე სიარულის დროს და დამფიქსირებია. არიან, რა თქმა უნდა, არიან ალკოჰოლზე დამოკიდებულებიც, არიან ნივთიერებებზე დამოკიდებულებიც. ოჯახის როლზეც რომ ვისაუბროთ, პირველ რიგში ახალგაზრდები ახსენე და მოდი ახალგაზრდების საბოლოოდ მშობლებსა და ოჯახის წევრებზე უნდა ვისაუბროთ. როგორ შეიძლება რომ აი თავიდანვე მიხვდეს მშობელი რომ მის შვილს პრობლემა აქვს, იმიტომ რომ მე ვიცი მაგალითად ოჯახები, სადაც მშობლები ვერაფერს ვერ ხვდებოდნენ, იმიტომ რომ თუნდაც შვილი კარგად სწავლობდა, კარგი სამსახური ჰქონდა, ვერ იაზრებდა რომ შეიძლება რომ ნივთი ან თანხა რომელიც ეკარგებოდა შეიძლება მის შვილს მოეპარა და გაეტანა სახლიდან და წლების წინ ალბათ ეს უფრო მეტად შეუმჩნეველი იყო მათთვის. ახლა ალბათ თანამედროვე მშობელი ამდენ ინფორმაციაში უფრო მარტივად შეამჩნევს თუნდაც რაღაცა მცირე თანხის დაკარგვას რომ სად წავიდა ეს თანხა, მაგრამ აი პირველი ნიშნები შეიძლება რომ მშობელმა დაინახოს როდესაც მის შვილს დამოკიდებულების პრობლემა აქვს. როცა ხდება მისი რადიკალური ცვლილება, ემოციური ქცევითი ან ძალიან აქტიური ხდება, ან აბსოლუტურად. მაგრამ შეიძლება იყოს მაგალითად ასაკთან ერთად ან რაღაცა. გარდა ეს ასაკში ძალიან ხშირია ხოლმე დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ჩემი პაციენტების 60%-ს 14-15 წლის ასაკში აქვს პირველად გასინჯული და მაქედან წამოვიდა პირველი დამოკიდებულება და მერე უკვე განვითარდა და ქრონიკული გახდა და შესაბამისად პროგრესირდა და აი სხვა ნიშნები შეიძლება ეტყობოდეს დამოკიდებულ ადამიანს რომ შეგონა შეატყვას. რა თქმა უნდა, უბრალოდ ყველაზე მკვეთრი ეს არის ქცევის და ხასიათის ცვლილება, თუმცა როგორ არა, გარემო სოციუმის ცვლილება, ინტერესების დაკარგვა, სხვა ინტერესების წამოწყება, მაგალითად გაფანტულობა, ან ოჯახთან კონტაქტის გაწყვეტა, ან შემცირება. თუმცა ეს არის ის ინდიკატორები, რომელიც შეიძლება სხვა დაავადების დროსაც წამოვიდეს და ცალსახად მარტო დამოკიდებულების დროს არ მოხდეს. მაგრამ ერთ-ერთი წამყვანი ეს არის. შფოთვის მომატება, ფიზიკური, მაგალითად არსებობს კონკრეტული ნივთიერებები, რომლებსაც ახასიათებს კანის სიფერ, მკრთალე, არსებობს ნივთიერებები, მაგალითად მარიხუანის მოხმარების დროს თვალის სიწითლე და თუ თვალში რაღაც არ ჩაიწვიოთ, ეს გუგების დავიწყება, ეტყობათ ხოლმე. აჟიტაცია, სტიმულატორების მოხმარების დროს არაადეკვატური ქმედებები, ძილის დარღვევები, ძალიან ბევრი ქცევა, რომელიც არის განსაზღვრელი. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის პრევენცია და რატომღაც ჩვენთან ამაზე არავინ არ საუბრობს, ოღონდ პრევენცია არ იწყება 18 წლის ასაკში, პრევენცია იწყება ბავშვის დაბადებიდან, როდესაც ჩვენ და რას გულისხმობ ბავშვს? ზრდით ბავშვს. აი რას გულისხმობ? აღზრდის ჯანსაღი მიდგომა, როდესაც არ არის ოჯახი ჰიპერ ან ჰიპომზრუნველი, ერთ შემთხვევაში მახრჩობელად და რომელიც ყველაფერს აკეთებს და ბავშვს არ აძლევს იმის ფუნქციას, რომ იარსებოს და ყველაფერს თვითონ უკეთებს, ან ჰიპომზრუნველი, რომელიც საერთოდ არაფერს არ უკეთებს და ბავშვს აიძულებს, რომ ადრეულ ასაკში აიღოს პასუხისმგებლობა. ხშირია ხოლმე, რომ მაგალითად ხანგრძლივად არიან ეს ბავშვები ქუჩაში, უყურადღებოდ არავინ არ კითხულობს მათ აზრს და ისინიც ინტერესდებიან. ასევე ავტორიტეტი და იდენტიფიკაცია მოზარდობის ასაკში. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ის არის რომ ჩვენ ვიყოთ საკმარისად კარგი მშობლები და ეს არის რომ მივცეთ სიყვარული უპირობო და ვანახოთ რომ ჩვენ გვიყვარს, იმიტომ რომ ეს ჩვენი შექმნილია, არავინ არ დაგვავალდებულა, ჩვენი სურვილის ნაყოფია და სიყვარულის ნაყოფია ერთი და მეორე შეიქმნას კანონი, ჩარჩო თანმიმდევრული, სადაც ბავშვს ეცოდინება, სადამდე შეუძლია რომ იყოს თავისუფალი და რისი დათმობა ან რისი განხორციელება მოუწევს. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე მაგალითად განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში ხშირად ხდება ხოლმე ეგეთი შემთხვევა, როდესაც ბიჭი ვერ ახდენს მამასთან იდენტიფიკაციას და მამა არ არის იქ კანონის შემქმნელი, ავტომატურად ხდება ქუჩაში გასვლა, სხვადასხვა ჯგუფებთან იდენტიფიკაცია, იმიტომ რომ ავტორიტეტი გარეთ უფრო მაღალია და შესაბამისად მერე უკვე იქ ხდება სხვადასხვა ნივთიერებების მოხმარება. ჩვენ ვიცით, რომ მოზარდობის ასაკი არის ის ასაკი, როდესაც ჯერ აკეთებენ და მერე ფიქრობენ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია აზარტი, ეიფორია, ძალიან ბევრი ემოციის მიღება და ხშირ შემთხვევაში გაუაზრებლად იღებენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც მერე უკვე მათ ცხოვრების დაავადებად იქცევა და საჭიროებს ამაზე უკვე მკურნალობას და ყურადღების მიქცევას. ნიშნები ჩამოთვალე, რით შეიძლება მიხვდეს მშობელი თავიდანვე, რომ შეიძლება შვილი იყოს დამოკიდებული რაიმე ნივთიერებაზე. რა შეიძლება პირველი ნაბიჯები გააკეთოს მშობელმა? დაელაპარაკოს, მოусმინოს, შესთავაზოს, არ უყური ხშირად არის ხოლმე დახმარება, მოსმენა.
პირველი ეს არის ანუ და რა შესაძლოა უშვებენ უყვირი ანუ რაღაც წამოგწდა და ეს ადამიანს ნახეთ, როდესაც ეგრეთ წოდებული თავზარდამცემია მათთვის ეს რეალობა და აი წეღან თქვი რომ ვერ ამჩნევენ და მე მქონდა ეგეთი შემთხვევა კვებით დამოკიდებულების დროს ბავშვთან, როდესაც ბავშვის ჰქონდა ანორექსიის დაავადება და მშობლები ამბობდნენ რომ უბრალოდ იმიტომ გახდა რომ ჯამრთელად იკვებება და ბავშვი იყო 35 კილო, როგორ შეიძლება 15 წლის ასაკში ბავშვი იყოს 35 კილო და ჯამრთელად იკვებებოდა. ანუ მათ ჰქონდათ სრული ილუზია, იმიტომ რომ არ ეღიარებინათ პრობლემა და ეს ძალიან ხშირია ხოლმე სამწუხაროდ. ჩვენ გვაქვს ჩვენი რწმენა შეხედულებები და წარმოდგენები, პროექტივით არ უნდა უყუროთ საკუთარ შვილს და გვინდა რომ ისეთი გახდეს. თუ გახსოვთ ის ფილმი არა ჩვეულებრივი გამოფენა, პიპინი ეუბნება აგულის როგორი რძალი უნდა და მასეთი დიმიტრია გელოვანი უნდა, ანუ ყოველს დიმიტრი გელოვანი უნდა რომ ყავდეს საკუთარი შვილისთვის წარმატებული, ბედნიერი, ყოველთვის მოსაწყვეტი. რა თქმა უნდა, მეც მინდა და ყოველს გვინდა, მაგრამ მან გვავიწყდება ერთი რამ, რომ ის არის სუბიექტი, დამოუკიდებელი არსება და მას აქვს უფლება თვითონ აარჩიოს, როგორ იფუნქციონიროს და როგორ განვითარდეს. ჩვენ უბრალოდ ხელი უნდა შეუწყოთ. შესაბამისად, მეორე რაც არის თუ შევატყობთ, პირველი ეს არის განგაში, ზოგი აგრესიით გამოხატავს, ზოგი გაქცევით, რაც თქვით, ილუზიით, ზოგი შეშტება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, როდესაც პირველი ემოცია გადავილს, არის ის, რომ მოვუსმინოთ და ვკითხოთ, რა სჭირდება და შევთავაზოთ დახმარება. ბევრჯერ ვთქვამთ ხოლმე, რომ კი, შევთავაზე, მაგრამ უარს ამბობს, აუცილებლად იტყვის უარს, განსაკუთრებით თუ ახალი დაწყებული აქვს, იმიტომ რომ ის ჯერ ეიფორიის და ბედნიერების პროცესია და ვერ დავაჯერებთ, რომ ამნია, მაგრამ მისი დახმარება ეს არის ემოციური მხარდაჭერა, მის გვერდით ყოფნა და არა მუდმივად ჭკუის სწავლება, ჩაკეტვა, რაღაცა ტელეფონის ჩამორთმევა, ბიუჯეტის შეწყვეტა და ასე შემდეგ. ხო. და დასრულ უკვე დიდი ხნის მოხმარება, ვისაც აქვს დიდი ხნის დამოკიდებულია, იმ ოჯახებს შეიძლება ახლა გვიყურებენ, რას ურჩევდი, რა შეიძლება რომ გააკეთო. იცი რა არის, ნახე, არსებობს. დართულია, იმიტომ რომ მე მახსენდება რამდენიმე ოჯახი ჩემ გარშემო და ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც გარშემო არ ყავს ნარკოდამოკიდებული ადამიანი ან ყოფილი ნარკოდამოკიდებული. ხო, ნახე, არსებობს დამოკიდებულებასთან ერთად ავტომატურად ყალიბდება თანადამოკიდებულება და ეს გულისხმობს, რომ ოჯახის წევრები ხდებიან ამ ადამიანის ქცევაზე დამოკიდებული და პირდაპირ უყურებენ, როგორ იქცევა. ხშირ შემთხვევაში ის ყალიბდება მაშინ, როდესაც აღმოაჩინა, რომ მათი ოჯახის წევრი გახდა დამოკიდებული და მათ აქვთ განგაში ეს როგორ გამოეპარა და შემოდის ძლიერი კონტროლის სურვილი. ან გადარჩენის სურვილი კიდე იმ ადამიანის. გადარჩენის სურვილი უნდათ, მაგრამ მან დარაჯანსაღი მიდგომა ეს არის ჰიპერკონტროლი, რომ თითქოს თუ გააკონტროლებს, ამით შეძლებს მის უკან დაბრუნებას და აკრძალვით, გამოკეტვით და ასე შემდეგ. ხშირ შემთხვევაში ვურჩევ ხოლმე, რომ მითითება, განსაკუთრებით მწვავი არის ხოლმე მკურნალობის შემდგომ უკან დაბრუნებული ადამიანების, პაციენტების მდგომარეობა, იმიტომ რომ მათ როგორღაც გადაალახეს, არ არის მარტივი დამინჯერეთ დათმობა იმის, რასთან ერთადაც ამდენი ხანი ცხოვრობდნენ, მართლა არ არის ეს მხოლოდნების ყოფის საკითხი, იცვლება პრაქტიკულად მათი ცხოვრება, იმიტომ რომ მათთვის რეალობა არის მოხმარების მდგომარეობა და აბსოლუტურად უცხო მდგომარეობა არის სიფხიზლე, იწყებენ შეგუებას, შეჩევას და ამ დროს ოჯახის წევრები მუდმივად იწყებენ საუბარს, აი იქ რომ იმასთან მოიხმარა, ამასთან ეს რო გააკეთა და უკან აბრუნებენ წარსულში. და ავტომატურად მე უკვე ბრაზის დროს ხშირად გაგცეულან ხოლმე, მე არ ვამართლებ პაციენტის ქცევას, მაგრამ ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ყოფილა და შესაბამისად გარბის ადამიანი და უკან ბრუნდება, იმიტომ რომ იქ იცის როგორ მართოს თავისი ქცევა და ემოცია და სიფხიზლეში აბსოლუტურად უსუსურია და სჭირდება ჯანსაღი მხარდაჭერა, კომპლექსური მიდგომა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობა კომპლექსურად ნარკოლოგის, ფსიქიატრის, ფსიქოთერაპევტის და ხანგრძლივი მკურნალობა. ეს არ არის ერთკვირიანი და ორკვირიანი მკურნალობის პროცესი. და ალბათ ოჯახის წევრებთან საოცრად არსებობს ოჯახური ფსიქოთერაპიებიც და არსებობს ახლა ჩვენ კლინიკაში მაგალითად გვაქვს ხოლმე ეგეთი რაღაცა, რომ თავაზობთ ერთ კონსულტაციას ოჯახის წევრს, მეუღლე იქნება თუ დედა და ვუხსნით მოცემულობას და ვუხსნით ინდივიდუალურად კონკრეტულ პაციენტთან როგორ უნდა მოიქცეს, რომ შეძლოს და გავიდეს შედეგზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის პანაცეა და ხშირ შემთხვევაში მაგალითად ოჯახის წევრები მოყვებიან და პაციენტი არა, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის სწორი მიდგომები, ხო, რომ შევამციროთ რისკი. მიდგომა ის, რომ აი მე გადავარჩენ, ეგ უნდა გქონდა ეს.
აი ხშირად მეუღლეებს შეიძლება სუბიექტური ვარ და ქალებს უფრო მეტად აქვს ეს მეუღლეების მიმართ, რომ აი მე გადავარჩენ, ან ამას გავყვებით სოლად და მე გადავარჩენ ან შეყვარებულს. ეს არის ჩემი ეგოს დაკმაყოფილება, რომ მე იმდენად მაგარი ვარ და იმდენად ძლიერი ვარ, რომ მე ამას შევძლებ და ხშირად ამ ილუზიის ტყვეობაში ცხოვრობენ ძალიან დიდხანს და რაღაც პერიოდის მერე აქვთ სრული იმედგაცრუება და ამბობენ, რომ მთელი ცხოვრება შესწირეს, როგორ არის ზრუნა მათზე. თუმცა ამ დროს რეალურად მეორე მხარე იგივე ისა და მისი მეუღლე ამბობს, რომ იმის ყველაფერი დამიმალავს, პირდაპირ მithქვამს, რომ მომხმარებელი ვარ, პირდაპირ მithქვამს, რომ ეს არის ჩემი ცხოვრების წესი. კი, ვანებებ, მაგრამ მიჭირს სიფხიზლე და შეიძლება დავბრუნდე და რიგ შემთხვევაში არის ხოლმე ეს რაღაცა. ალბათ ესეთი შემთხვევებიცაა, მე გადავარჩენ საპირისპიროდ, რომ მე აღარ შემიძლია და ტოვებენ ან დასაწყისში, ან შუაგზაზე. ეს რამდენად ხელშეწყობია იმ ადამიანის, ვინც დამოკიდებულია, ვერავის ვერ ეთქვა, რომ ძალიან ინდივიდუალურია, ძალიან ინდივიდუალურია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ხოლმე მოდიან პაციენტები მაშინ, როცა რეალურად მიდის, მანამდე სამეთყვე რომ წავალ ისინი აგზელებენ მოხმარებას და როდესაც უკვე ფაქტის წინაშე დგებიან, რომ კარგავენ თავის საყვარელ ადამიანს მეუღლეს, ისინი მოდიან და იწყებენ მკურნალობას. ჩვენი გამოცდილებით ადრე ნარკოდამოკიდებული ან ნებისმიერი დამოკიდებული ადამიანს ჰქონდა სტიგმა. არა სამსახურში აყვანა, რაღაცა მეგობრებიც უკვე მარგინალიზაცია ხდებოდა. ახლაც იგივენაირად ხდება თუ უფრო მეტად მიღებულია საზოგადოებაში? Ვიცი როგორ არის, ნებისმიერი სტერეოტიპი და სტიგმა პოზიტიური და ნეგატიური ცალსახად ხელს უშლის. ერთი პერიოდი თითქოს სტერეოტიპულად პოზიტიურად დაიწყეს საუბარი, რომ ნარკოდამოკიდებულება დაავადება და ამით დაიწყეს манипуლირება და რიგ შემთხვევაში თვითონ ნარკოდამოკიდებულმა ადამიანებმაც დაიწყეს ამით საუბარი და манипуლირება, რომ მე ავადმყოფი ვარ და იყო კი ადრე და ეხლაც არის ხოლმე ეგ შემთხვევები, რომ აიცი რა არის ნარკომანს მე ხელს არ ჩამოვართ. მე რაც მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად არაჯანსაღი მიდგომაა. ყოველთვის ვამბობ, მომხმარებელიც და არა მომხმარებელიც ჩვენ ვართ ადამიანები და ყველას გვაქვს ჩვენი არაჯანსაღი მავნეჩვევები და დამოკიდებულებები. რიგს უფრო მეტი, რიგს უფრო ნაკლები, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანია დავეხმაროთ და თუ ვერ ვეხმარებით, ხელს მაინც შეუშლით და მიუთითებთ ესე და მივაყრეთ ტალახს. და ალბათ ისიც მნიშვნელოვანია, როდესაც ცნობილი ადამიანები გამოდიან და საჯაროდ საუბრობენ, ალბათ ესეც თუნდაც იგივე განკურნების ან რაღაცა გზის პოპულარიზაციაც ხდება. ჩემი გარმოსახედიდან არ ვიცი რამდენად. კი, რა თქმა უნდა, ეს ხელს უწყობს საზოგადოებას, იმიტომ რომ საზოგადოებას ძალიან უყვარს, როცა არსებობს სტატისტიკა, იმიტომ რომ ეს თითქოს გარანტიას აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცხოვრებაში არ არსებობს ესე გარანტიები ურთიერთობებში, მაინც თითქოს რაღაც გარანტია, რომ ახლა ერთი ადამიანი განიკურნა, მეორე ადამიანი განიკურნა და თან ცნობილი სახეები ამაზე საუბრობენ, ისე იგი ეს დაავადება მარტო მას არ სჭირს და შიშის დაძლევა ხდება ხოლმე და მათთვის უფრო მარტივი ხდება. ამდენწლიანი გამოსლება გაქვს და რაღაც მომენტში ახსენე, რომ ნარკომანია რაღაც ერთი პერიოდი შემოვიდა, რომ არის დაავადება. როგორ ფიქრობ, სწორი მიდგომა ეს თუ აი სახელმწიფოს მხრიდან რას გააკეთებთ, უნდა იყოს ეს აღიარებული როგორც დაავადება, თუ აი რა სტრუქტურა შეიძლება იყოს ან რა მეთოდები შეიძლება იყოს, რომ შემცირდეს გარდა იმისა, რომ რაღაცა ნივთიერებები უნდა იყოს აკრძალული და ასე ფართოდ როგორც აღნიშნე, არ უნდა იყოს გაყიდვადი თუნდაც ონლაინ. ხო, ეგ ხა გაყიდვიდან რომ დავიწყოთ, ეგ იმდენად რთული საკითხია, რომ ბევრად განვითარებული ქვეყნებიც კი ვერაფერს ვერ ახერხებენ და ამიტომ აი თუნდაც უკვე დამოკიდებულ ადამიანთა მიმართებაში. ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან პრაქტიკულად ყველაფერს შევცვლიდი, რაც ახლა ხდება, ეს არის პირდაპირ ღიად შემიძლია ვთქვა ხელის შეწყობა, რომ გავრცელდეს ნარკოდამოკიდებულება და მოხმარება. მაგალითად ეგრეთ წოდებული დაჭერები, აკრძალვა და შიში არასოდეს არ ქმნის ჯანსაღ ფონს პირიქით. იატაკქვეშა ვაჭრობა და შავი ბაზარი კიდევ უფრო მწვავდება და მერე მანდ მოდის უკვე კუსტარული ნივთიერებები, რაც თავი ჩვენ გვახსოვს ერთი პერიოდი, წინამთავრობის დროს ყველაფერი აიკრძალა, დაიწყეს კუსტარული ნარკოტიკის მოხმარება და ამის გამო ადამიანები დაავადდნენ. ზოგს მეტყველების ფუნქცია დაეკარგა, ზოგს გადაადგილების და დღეიმდე ამ ადამიანებს ეს დაავადებები აწუხებთ. ამიტომ აკრძალვა არასოდეს არ ქმნის კარგ ფონს. მეორე მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი და ჯანსაღი, თუ ვიწყებთ აღზრდას ბავშვობიდან, რატო არ ვიწყებთ ზრუნვას ბავშვობიდან, პრევენცია.
რატომ უფრთხის ხალხი, რომ სკოლაში შევიდეს ჯანსაღი ინფორმაცია და არ მოხდეს არაჯანსაღი ინფორმაციის მიწოდება. ხშირად ვთქვამთ ხოლმე, რომ ბავშვებს ეს ბევრი ინფორმაცია აქვთ, არ სჭირდებათ ამდენი სისულელე. ზუსტადაც რომ დღევანდელ სამყაროში, ციფრულ სამყაროში ბევრი ინფორმაცია რო აქვთ, სჭირდებათ ჯანსაღი ინფორმაცია, რომ არ მოხდეს მოზარდობის პერიოდში რომანტიზაცია და სწორად მიეწოდოთ რა რისკებთან ვართ რეალურად. და ყველაზე დიდი რისკი ეს არის ზედოზირება და ყველაზე კარგ შემთხვევაში დამოკიდებულება უვითარდებათ ადამიანებს და მერე ბევრი რამის დაქვეითება ხდება მან რა თქმა უნდა ჯანმრთელობის დაკარგვა და ასე შემდეგ. კი ბატონო. მეორე არის უკვე ჯანსაღი მკურნალობის მეთოდების შექმნა, იმიტომ რომ თუ არსებობს ძალიან ბევრი სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც არის კერძო პირების შექმნილი და შესაბამისად სახელმწიფოს ვალდებულება უნდა იყოს, რომ იყოს სახელმწიფო სარეაბილიტაციო ცენტრები, სადაც შესთავაზებენ მკურნალობის შემდგომ პერიოდის გავლას, მათ რესოციალიზაციას საქართველოში და სოციუმში. ეს ადამიანები უნდა ადაპტირდნენ, არ უნდა იყვნენ დაკარგულები, ისინი გარიყულები არიან და ამ სოციუმში რო ფხიზლდებიან და ვერ იკიდებენ ადგილს, ისე უბრუნდებიან იმ ჯგუფს, სადაც მიკუთვნებულობა აქვთ და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია ისა განცდა არის მიკუთვნებულობა. ჩვენ თუ არ გვაქვს მიკუთვნებულობის განცდა, ხო? მაშინ თავს დაკარგულად მარტოდ გვგრძნობთ და რესოციალიზაცია ამაში ეხმარება. იქ მნიშვნელოვანი ფუნქციები უნდა გატარდეს. მაგალითად, ავსტრიასა გარაჩვეულებრივი რეაბილიტაციის ცენტრი, ჩვენ თუ შევძლებთ აქამდე რომ მივიდეთ, რა ჯობია, მუდმივად გადიან თერაპიებს, შრომით თერაპიას, სოციალურ მუშაკი მუშაობს და საბოლოოდ ადაპტირდებიან და აგრძელებენ ფუნქციონირებას, მუშაობენ, იწყებენ, ახალ ხელობას იძენენ. ვიღაცა კერამიკას სწავლობს, ვიღაცა ხატვას ავითარებს, ძალიან ბევრი ნიჭი აქვთ ამ ადამიანებს და ძალიან ბევრი რესურსი, რომელიც თავის დროზე დააკონსერვეს, იმიტომ რომ არ ქონდათ ჯანსაღი გამკლავების მექანიზმი, გაუმკლავდნენ ბრას, შფოთვას, ტრამვას, დანაკარგს და ამიტომ მიმართეს ნივთიერებას დამოკიდებულებას არის გაქცევა რეალობიდან, გაიქცნენ რეალობიდან და ხა როცა ბრუნდებიან, ეს რეალობა ისევ საფრთხეა მათთვის, იმიტომ რომ უცხოა და ეშინიათ, არ იციან როგორ ადაპტირდნენ და ჩვენ თუ არ დავეხმარეთ, ისევ დაბრუნდებიან და იქნება სულ ერთი და იგივე წრე, იმ მკურნალებენ უკან დაბრუნდებიან. ანუ საქართველოში სახელმწიფო რეაბილიტაციის ცენტრი არ არსებობს. მხოლოდ კერძო, რაც ფინანსებთან არის დაკავშირებული და ძალიან სოლიდურ თანხა შესაბამისად, ან არ ვერ მითიხა საზღვარგარეთ სხვა კლინიკაში ან საქართველოში, შესაბამისად ისევ რჩება იქ. კლუბური ნარკოტიკზეც მინდა კითხვა. ხშირად გაგვიგია ესეთი მითი თუ მოსაზრება, რომ თუნდაც მარიხუანა ან კლუბური ნარკოტიკი ნაკლებად საშიშია, ნაკლებად იწვევს დამოკიდებულებას და ნაკლები საფრთხის შემქმნელია, რას გვეტყვი ამაზე. ნებისმიერ ნივთიერება, რომელიც იწვევს თრობას, ცალსახად უკვე არის საფრთხის შემცველი. და გავმეორდები ჩვენთან არ შემოდის მათ შორის კლუბური ნარკოტიკიც არის ძალიან ბევრი მინარევით, კუსტარული და შესაბამისად რისკები ძალიან მაღალია, იმიტომ რომ მაგალითად ყოფილა შემთხვევები, რომ ფენტალინის მაღალი დოზა ყოფილა და შესაბამისად ზედოზირება გარდაცვალება დამდგარა კლუბებში და ძალიან ბევრი, ხო. ამიტომ რისკები არის ძალიან მაღალი. მასაც ჭირდება განკურნება, ხო, აი დამოკიდებულება. აუცილებლად ჭირდება და რეალურად კლუბური ნარკოტიკებიდანაც ხშირად გადასულან ხოლმე მძიმე ტიპის ნარკოტიკებთან ინტრავენური მოხმარებით. ხო, მეორე რაც არის, მაგალითად კლუბურ ნარკოტიკებში თუ გავა სტიმულატორები, ის ფსიქიკური სტრუქტურის ზღვას იწვევს, როგორც არის ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, თუ ამას გავიყვანთ, ფსიქიკური სტრუქტურის რღვევას იწვევს და ფსიქოზური ჩანართები ხორციელდება და ამ დროს, პარანოიდული ქცევები უვითარდება პაციენტს და ძალიან საშიშია საკუთარი თავისუფლება და საზოგადოებისთვისაც. რაც შეეხება მარიხუანას, მე ვამბობ, რომ ეს არის შენელებული ნაღმი და ერთ-ერთი მავნე და მძიმე ნივთიერება. გარდა იმისა, რომ თავის ტვინის უჯრედებს აზიანებს, ნერვულ სისტემას აზიანებს, ფსიქიკას აზიანებს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ეგრეთ წოდებული ჰიბრიდული ჯიშები იწვევს ფსიქოზის და პარანოიდული ბოდვის განვითარებას და ძალიან ხშირი ყოფილა მსგავსი შემთხვევა დღეს. ბოლოს კი რა წავიდეთ, ესეთი პირადი კითხვა მინდა დაგისვა. ამ მწურავ ინფორმაციის მიღების შემდგომ ალბათ ძალიან რთულია დამოკიდებულ ადამიანთან მუშაობა და შენ როგორ ახერხებ ამას და შენთვის რამდენად ემოციური ან თუ იყო უფრო ადრე და ახლა უფრო მეტად თუ სტაბილურად უყურებ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ არ არის მარტივი, რომ
ადამიანს რომელსაც განკურნება უნდა, მაგრამ იმ მომენტში ჯერ არ აქვს ენერგია არ ძალუც, ამ ადამიანთან მუშაობ და შენ გამოცდილება მინდა პირადი გამიზიარო. ხო, იცი როგორ არის, თავიდან რომ დავიწყე, მახსოვს რომ ძალიან ენთუზიაზმით ვუყურებდი და მე გადავარჩენ. რა იდეა ქონდა. ზუსტად ისე მოვიშველიებ იმ ფილმს არჩეულებრივ გამოფენას, ბოლოს რომ თავდება მე ამისგან გავაკეთებ. ზუსტად აი ესეთი განცდა მქონდა, რომ მე ამათ გადავარჩენ, მაგრამ ძალიან მალე დავეშვი დედამიწაზე. და მივხვდი, რომ ამათ ჩემი გადარჩენა არ სჭირდებათ, სჭირდებათ ჯანსაღი მხარდაჭერა. ამიტომ დღეს ჩემთვის არის ძალიან საინტერესო პროცესი ეს. მე ვხედავ ყოველი სესიის მერე როგორ იცვლებიან ისინი, როგორ ცვლიან ქცევას, დამოკიდებულებას, როგორ ვითარდებიან, როგორ რეგრესირებენ მაგასაც ვხედავ, რა თქმა უნდა. და ჩემთვის ერთ სესიაზე მიღებული პროგრესიც უკვე არის შედეგი. მე მათთან ერთად ვისწავლე, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი ეს არის ქმედება, როცა იწყებ აქტიურობას და ქმედებით იღებს სიამოვნებას, რჩები აწმყოში. დამოკიდებული ადამიანის ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის წარსული ცხოვრება და მომავლის ილუზია და ეკარგებათ აწმყო. აქედან გამომდინარე დავაკვირდი, რომ თურმე საზოგადოების უმეტესობასაც გვჭირს ეგ პრობლემა, რომ თუ არ აგვწყალობს მომავალი ჩვენია, რომ დაგვიბარა იმ სულნათმა კაცმა, სულ ესე ვცხოვრობთ და მომავალს ვუყურებთ, მაგრამ აწმყო გვეკარგება და შესაბამისად, როგორც კი ვრჩებით აწმყოში, ვითარდებით, ვიღებთ სიამოვნებას, ვიღებთ კმაყოფილების განცდას და მეორე დღეს კიდევ უფრო თავდაჯერებულად ვაგრძელებთ ფუნქციონირებას. ამიტომ მე თუ მათ ვეხმარებ, ისინი მეც მეხმარებიან და მსრდიან პროფესიაში. შედეგით იღებს კმაყოფილებას. კი, ნამდვილად. მადლობა და ბოლო არის რომ სტუმარი მისვავს კითხვას და აი ამ ნაწილს მივადექით. გისმენ და მე შეგვიძლია რომ დავასრულოთ. როგორ ფიქრობ, რა არის სირთულე, რომელიც შენ ყველაზე მეტად წარმოგიდგენია და როგორ ფიქრობ ამ სირთულის მოგვარებას? ჩემს თავზე სირთულე? ბევრი რაღაცა არის, ეხლა უცებ მომაფიქრდა, ეს რასაც სულ ვებრძოდი, ეს იყო მიჭირდა არასთქმა, მიჭირდა საკუთარ თავზე ზრუნა უფრო მეტად რაღაც სხვებზე ზრუნა მომჭირდა, თუმცა ამ ყველაფერზე ნელა მუშაობ, მაგრამ ყველაზე ნომერ პრობლემად რაც მიჭირს, რომ გავაკეთო, ეს არის არა და უფრო მეტად საკუთარი თავის არჩევა რაღაცა მომენტებში და როგორ უნდა მოვაგვარო, არ ვიცი, ნელა ერთი ნაბიჯი ქმედება, როგორც შენ აღნიშნე, პირველი ქმედება, პრეცედენტი, მერე შექმნის მეორე ქმედებას და ესე ნელა პროგრესირდა მეც შენი პაციენტებივით. მადლობა მაიკო, რომ იყავი ჩვენი სტუმარი, ძალიან მიხარია და მგონია რომ ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც ნარკოდამოკიდებულებს, ასევე თანადამოკიდებულებებს და მადლობა რომ გვესტუმრა და იყავი ჩვენი სტუმარი. მადლობა პირიქით, ნახავთ.